სწავლება ღვთისმშობლის შესახებ როგორია და ასევე დღევანდელ წმინდანებს წმინდა იოაკიმ და ანაზე გვესაუბრება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი საერმეზე მხარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჭირი დილამშვიდობისა. მამა იაკობ, ღვთისმშობლობას გელოცავთ, მისი მშობლების სენებას გელოცავთ და მადლობა სტუმრობისათვის. მამა იაკობ, ჩვენი თემა არის სწავლება ღვთისმშობლის შესახებ, იმიტომ რომ გუშინ იყო, მაგრამ კიდევ დღესასწაულია, წარგზავნა რამდენიმე დღეში იქნება და ცხადია ამ დღესასწაულს ეიმობდა ტრადიციულად მეორე დღეს მისი მშობლების წმინდა და მართალნი ესეთი სახელწოდებით შეამკო წმინდა ეკლესიამ იოაკიმე და ანა, რომლებიც სხვათა შორის ჩამოლოცვის დროს, აი თუ დააკვირდებიან მორწმუნენი, ალბათ დაკვირებული არიან მშობელთა ღვთისათა. ესე მოიხსენიებიან და სხვათა შორის მკითხების დასმულა შეიძლება მათ თვითონ ვერკვივა, რომ თუ ღვთისმშობლის მშობლები არიან, რატო იწოდებიან ღვთისმშობლებად. აი შევეხოთ რამდენიმე სიტყვით მათხვაც, მათ ძალიან საინტერესო ცხოვრებას, იმასაც რომ დიდი ხანი შვილი არ იძლეოდა და შემდგომ ცხადია ღვთისმშობელი სხვანაირი მშობლების წიაღში ვერ დაიბადებოდა და ვერ გაჩნდებოდა ღვთისნებით. დიდი მადლობა კითხვისთვის. რაც შეეხება მათ, ასე ვთქვათ, გარკვეულ პერიოდს, როდესაც ისინი უშვილოები იყვნენ, ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი ანატომიური და სულიერი მნიშვნელობითაც, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც შვილიერების გარეშე რჩებოდა ძველ აღთქმაში, ყოველთვის ასოცირდებოდა ცოდვასთან და ცოდვილობასთან და იოაკიმეს და ანას აი ეს ეჭვი, რომელიც საზოგადოებაში მუსირებდა მათთან დაკავშირებით, არ შეეფერებოდა, იმიტომ რომ ალოგიკურია, თუ კი ადამიანი წმინდაა, ანუ მართალია ძველი აღთქმის ტერმინით, ეს არის ძველი და ახალი აღთქმის ტერმინის გაერთიანება. წმინდა და მართალი, იმიტომ რომ ისინი არიან ისტორიულად ძველი აღთქმის მოქალაქეები, მაგრამ სულიერად უკვე ახალი აღთქმის მოქალაქეები გახდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობით და რა თქმა უნდა ქრისტეს განკაცებით. ამიტომ ეს ორი ტერმინი არის გაერთიანებული და ამ მდგომარეობასთან შეუფერებელი იყო ის ანატომიური მდგომარეობა, რომელიც უშვილობას უკავშირდებოდა და ყოველთვის ჩნდებოდა კითხვის ნიშანი, თუ წმინდა ადამიანები არიან, რატომ აბრკოლებს მათ შვილიერებას ღმერთი. და ჩვენ ვიცით, თუ როგორ აღესრულა ყოველივე ეს, რომ არ გავშალოთ დეტალურად და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, სულიერ მნიშვნელობით ჩვენ ვეცდებით, რომ ამასაც შევეხოთ. და რაც შეეხება იმ ტერმინს, რომელიც ლიტურგიკულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი იწოდებიან მშობელთა ღვთისათა, ღვთისმშობელთან ერთად, გულისხმობს იმას, რომ წმინდა იოანე დამასკელის სწავლება, წმინდა სვიმეონ მეტაფრასტის სწავლება უკავშირდება ქრისტეს განკაცებას და არის ესეთი რამ ნახსენები, რომ სრულად მიიღო ჩვენი ადამიანური ბუნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, ანუ ანატომიურად ადამიანური ბუნება ყოვლითურთ მიიღოთ ჩვენი, ესეთი სიტყვებია ნახსენები, იმემკვიდრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან ქრისტემ, ბუნებრივია იოაკიმ და ანასაგან და აქედან გამომდინარე ისინი არიან რა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები, გენეტიკურად რა თქმა უნდა დაკავშირებული არიან ქრისტესთანაც ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე. ამიტომ ღვთისმშობლის მშობლები იგულისხმებიან ქრისტეს მშობლებად ამ გაგებით, აქ უფრო სულიერ მნიშვნელობაზე ყურადღება გამახვილებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტერმინი მშობელთა ღვთისათა არის არასაღთისმეტყველო ტრაქტატში ნახსენები ტერმინი, არამედ ლიტურგიკული, ანუ ლოცვის კვალობაზე, ლოცვითი შესხმის და დიდების მეტყველების კვალობაზე აღმოცენებული ტერმინი, ისევე როგორც ღვთისმშობელი. ღვთისმშობელი არ უკავშირდება რომელიმე საღვთისმეტყველო ტრაქტატში გაჟღერებულ ტერმინს. ღვთისმშობელი არის ასევე ლიტურგიკული ტერმინი და ლოცვის შედეგად აღმოცენებული ტერმინი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება გამოთქმულიყო ჰიპოთეტური აზრი რომელიმე მამის მიერ, მაგალითად დოქსა და არ გამხდარიყო დოგმატი, ანუ საღვთისმეტყველო სწავლების სრული სისავსე და ასე ვთქვათ აქსიოლოგიური ღირსება არ მინიჭებოდა და დარჩენილიყო კერძო აზრად, მაგრამ რადგან ლოცვითი ტერმინი არის, ანუ ლოცვის კვალობაზე გაჟღერებული ტერმინი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და რა თქმა უნდა დამკვიდრდა ეკლესიაში, არა ისე როგორც სხვა სურდა დაუშვათ ქრისტეს მშობელი, არამედ ღმრთის მშობელი. რაც შეეხება უშუალოდ ღვთისმშობელს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ღვთისმშობლის შესახებ სწავლება არის ერთ-ერთი დოგმატური სწავლება, მარიოლოგია ეწოდება ამას და მარიოლოგია პირდაპირ ასევე ეფუძნება გარდა საღვთისმეტყველო, ასე ვთქვათ, ტრაქტატების, ასე ვთქვათ, სწავლებას და თუნდაც ლიტურგიკულ ტერმინოლოგიას, უპირველეს ყოვლისა სახარებისეულ სწავლებას. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ
სამივე მახარებელთან, სამივე სინოპტიკურ სახარებაში არის ნახსენები ლუკასთან, მარკოსთან და ასევე მათე მახარებელთან უპირველეს ყოვლისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქრისტეს ძმებად წოდებულ იოსების ძეებთან ერთად სურდა ქრისტეს ნახვა. როდესაც ქრისტე იწყებს მოღვაწეობას, მისი, ასე ვთქვათ, სახილველობა, ყოველდღიური შეხება მასთან ისეთი ადვილი აღარ იყო, როგორც აქამდე და სამივე მახარებელი, როგორც უკვე ვთქვით, ამოწმებს, რომ მათ სურდათ ქადაგების შემდეგ ქრისტეს ნახვა. ასევე, რა თქმა უნდა, სახარებაში ნაუწყებია ძალიან ბევრი უწყება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით და საფუძველი, როგორც უკვე ვთქვით, მასთან დაკავშირებული სწავლებისა უპირველეს ყოვლისა არის სახარებიდან. რაც შეეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდებას, ეს ლიტურგიკული თუ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით იწყება მისი მიძინების შემდეგ და ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავადვე ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდში ქრისტესთან მიმართებაშიც კი არ იყო ჩამოყალიბებული სწორი საღვთისმეტყველო აზრი, მათ შორის მოწაფეთა შორის. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ მოწაფეობისა და მოციქულობის პერიოდი. მოწაფეობის პერიოდი არის ის პერიოდი, როდესაც ქრისტე მოუწოდებს ამა თუ იმ მოციქულს და შეიძლება ითქვას ერთგვაროვნად გაჟღერებული ტერმინი უკავშირდება ამ მოწოდებას, შენ მე შემომიდეგ, აი აქედან იწყება თითოეული მათგანის ინდივიდუალური დამოწაფება და სახარებისეულ სწავლებაში არის კონკრეტული მიმართულება, შეიძლება ითქვას, მოწაფეთა მიმართ გაჟღერებული და ძალიან ბევრი ასეთი, აი მაგალითად უკვე თუ მე მდევნეს, თქვენც აგდევნენ, უკვე თუ სიტყვანი ჩემნი დაიმარხნენ, თქვენიცა დაიმარხნენ. თუ არ შეგიწყნარებენ რომელსამე ქალაქში, რომელიმე დასახლებაში, განიბერტყეთ მტვერი ამ ქალაქისაგან და სოდომი და გომორი უმოლხინესი იქნება. როდესაც წახვალთ სამოციქულო მოღვაწეობის ასპარეზისათვის, როდესაც მოემზადებით, ნუ წაიღებთ ნუც ბარანთ, ნუც ვაშკარანს, ნუც ორ შესამოსელს ჭამდი წინადაგებულთა თქვენთა. იერუსალემით ნუ განეშორებით, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით, აი უამრავი სწავლება შეიძლება ჩვენ გავიხსენოთ, რომელიც უშუალოდ მოწაფეებს უკავშირდებათ და მოწაფეობის პერიოდი სრულდება ქრისტეს ამაღლების შემდეგ შეიძლება ითქვას, როდესაც აი ეს განსწავლა მათი მახარებლობითი დასრულდა და უშუალოდ სულთმოფენობის დროს ისინი აღიხსნენ სულიწმინდის მადლით, იქამდე კი ემზადებოდნენ საამისოდ და მერე იწყება უკვე მოციქულობის პერიოდი. აი ეს მოწაფეობის პერიოდი კითხვის ნიშნებს აჩენს ქრისტესთან მიმართებაშიც, შეიძლება ითქვას, როდესაც მოციქულები ამბობენ, როდესაც ქრისტემ ღელვა ასე ვთქვათ, შერისხა ქარსამას და დაყუდნა ღელვა, როგორც მახარებელი ამბობს, ანუ ქარიშხლის დროს მიმართა სტიქიას და ძალიან დიდი მყუდროება დადგა ტბაზე. ჩუმად ერთმანეთს ეკითხებიან მარკოზის სახარებაში ეს მონაკვეთი კარგად გაშლილი. ვინ არის ესე რამე თუ ქარნიცა და ზღვაიცა ერჩიან მას? ანუ თუ კი ქრისტესთან მიმართებაში მოწაფეთა შორის არსებობს კითხვა, ვინ არის ქრისტე? მით უმეტეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში ის ჩამოყალიბებული სწავლება, რომელიც დღევანდელ ეკლესიაშია, ბუნებრივი არ იყო. ამიტომ ის დიდების მეტყველება, ის შეიძლება ითქვას ლიტურგიკული და საეკლესიო პოეზია იამბიკოების სახით, ტროპარკონდაკების სახით, ის შესხმანი სულიერნი, ანუ ბერძნულად ეს არის ოდოი პნევმატიკოი, ანუ შესხმანი სულიერნი, ის დიდების მეტყველება, რომელიც უკავშირდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ბუნებრივია იმ პერიოდში არ არსებობდა, როდესაც ქრისტე მოღვაწეობდა, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რა თქმა უნდა, მის გვერდით იყო. და ეს არის უკვე მოგვიანო პერიოდი. აი ამ ასე ვთქვათ, სწავლების ჩამოყალიბების პარალელურად იყო მცდელობები, რომ სწავლება გაუკუღმართებულიყო. იყო მცდელობა, როდესაც დაუშვათ რაღაცნაირად გაუკუღმართება შემოვიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებაში. მაგალითად დასავლური ეკლესია ამბობს ესეთ რამეს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს არც კი შეეძლო რომ აღესრულებინა ცოდვა. მათ სურდათ ამითი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული პატივი გამოეხატათ, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
8 წელი ამით დაკნინდა. ანუ თუ კი მას არც კი ქონდა ნებელობის გაუკუღმართების საცდური, მაშინ მისი 8 წელი არც არაფერში არ მდგომარეობს. სწორედ იმაში მდგომარეობს ყოლაწმინდა ღვთისმშობლის 8 წელი, რომ შეიძლებოდა როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ნებელობა გაუკუღმართებული იყო, ცოდვისაკენ მიდრეკილიყო, მაგრამ ყოლაწმინდა ღვთისმშობელმა აღასრულა წმინდა ცხოვრება და 8 წლის უდიდესი მაგალითი მოგვცა ჩვენ და ამიტომაც არის აღმატებული სერაფიმებზე და ქერუბიმებზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ყოლაწმინდა ღვთისმშობლის გარდაცვალ მიძინებასთან დაკავშირებითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული სწავლება დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიაში. ასევე მათი მცდელობა იყო, რომ განსაკუთრებული პატივი მიეგოთ ყოლაწმინდა ღვთისმშობლისათვის დასავლურ ეკლესიას გულისხმობ, მაგრამ აქაც იქნა შეცდომა დაშვებული, ისინი ამბობენ, რომ ყოლაწმინდა ღვთისმშობელმა არ მიიძინა, არამედ ამაღლდა. და იკონოგრაფიული სხვაობა დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიაში ამ სწავლებიდან გამომდინარე და აღმოსავლური ეკლესია, ანუ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ყოლაწმინდა ღვთისმშობლის არა ამაღლებას, არამედ მიძინებას დღეს ასწავლობს მოციქულთა და მოციქულებრივ მამათა გარემოცვაში, ასე ვთქვათ, ანუ ყოლაწმინდა ღვთისმშობლის გარშემო მოციქულები გამოისახებიან, ხოლო დასავლურ ეკლესიაში გამოისახება ყოლაწმინდა ღვთისმშობელი ამაღლებული, ისევე როგორც მაცხოვარი და რა თქმა უნდა, ამითაც სხვაობს ჩვენი და მათი დამოკიდებულება ყოლაწმინდა ღვთისმშობლისადმი. ყოლაწმინდა ღვთისმშობელს და არც რომელიმე სხვა წმინდას არ ჭირდება რაიმე ზედმეტი, ასე ვთქვათ, განდიდება, სწავლებითი გაუკუღმართება იმისათვის, რომ შესაბამისი დოქსოლოგიური დამოკიდებულება კონდეს და 8 წელი განდიდეს. როდესაც აი ეს დანამატი ადამიანური მცდელობა შემოდის, ყოველთვის გაუკუღმართება გვაქვს სახეზე და მართლმადებლური სწავლება, ანუ აღმოსავლური ეკლესიის სწავლება, ყოლაწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებაში და მისდამი პატივის მიგებაშიც ამითაც სხვაობს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ყოლაწმინდა ღვთისმშობლისადმი პატივის მიგებას მისი ამ ქვეყნიური მოღვაწეობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სახარებისეული სწავლების დაკვირვება. ყოველთვის, როდესაც ყოლაწმინდა ღვთისმშობლის შესახებ რაიმეს ეკლესია გვასწავლის, რა თქმა უნდა, სახარებაა გახსენებული და სახარება, როდესაც იკითხება ყოლაწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოველთვის გუშინდელი სახარებაც დაკავშირებული იყო მართასა და მარიამის საკითხავთან და შემდეგ რამოდენიმე ფურცლის იქეთ იკითხება სხვა თავიდან ორი მუხლი, როდესაც ვინმე იღო დედაკაცმან ხმა იერსამას შორის, როგორც მახარებელი ამბობს, ანუ საზოგადოებისაგან ერთ-ერთმა ადამიანმა ემოციური წამოძახილით გამოიჩინა თავი და ეს იყო ქალბატონი, რომელიც მიმართავს ქრისტეს და ამბობს ესეთ სიტყვებს: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ და ძუძუნი რომელთა სწოვდი. რას ნიშნავს ეს? ნუ თუ ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ღმრთისმშობლობა იქნა განჭრეტილი ჯერ კიდევ მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების დროს, რა თქმა უნდა, არა და ვერ მოხდებოდა ეს იმის პარალელურად, როდესაც მოწაფეთა შორის არის კითხვა, ვინ არის ესე, რამე თუ ქანიცა და ზღვაიცა ერჩიან მას და მაშინ, როდესაც ძალიან ახლო გარემოცვა შეიძლება ითქვას ქრისტეს ოჯახის წევრებსაც კი იჭვნეული დამოკიდებულებაა ქრისტესადმი და ეს ვლინდება პასექის წინა დღესასწაულის სამზადისში, როდესაც იოსების ძეები, ქრისტეს ძმა წოდებულები და მათ შორის მოწაფეებიც მიდიან ქრისტესთან და ეუბნებიან ესეთ სიტყვებს: აღვედ იერუსალემთ და განუცხადე თავი შენიერსა. რას ნიშნავს ეს, რომ მათაც ჰქონდათ კითხვის ნიშანი ქრისტესთან მიმართებაში და არა მარტო ერს ჭირდებოდა განცხადება ქრისტესი, არამედ მათ ჭირდებოდათ განმტკიცება განმარტების თანახმად. და როდესაც ესეთი გარემოება იყო, ბუნებრივია ყოლაწმინდა ღვთისმშობელს ვერ განადიდებდნენ იმ ისტორიულ მონაკვეთში, როგორც ყოლაწმინდა დედას. ამიტომ მეორე განმარტება უფრო მნიშვნელოვანი, რომ ეს იყო ემოციური და მათ შორის ფამილარული წამოძახილიც კი. უბრალოდ იმ, ასე ვთქვათ, ასპექტში გაჟღერებული, როდესაც რომელიმე ცნობილ ან წარმატებულ ადამიანს შეიძლება მიმართავდა რომელიმე ადამიანი. შეიძლება ესეთი რეპლიკა შეიძლება ითქვას გაჟღერებულიყო იმპერატორისადმი. უფრო მეტიც ისტორიული კუთხით თუ დავაკვირდებით ჩვენ და ისტორიულ, ასე ვთქვათ, კვლევას, იმ ისტორიული კონტექსტების გააზრებით, რომელ კონტექსტშიც, ასე ვთქვათ, ესა თუ ის მოვლენა აღესრულებოდა, ქრისტეს მოღვაწეობის დროს უფრო დიდი ალბათობით შეიძლებოდა იმპერატორისადმი მიემართათ ეს სიტყვები როგორც ღმერთისადმი, ვიდრე ქრისტესადმი, იმიტომ რომ იმპერატორები ითხოვდნენ საღვთო პატივის მიგებას
და ძალმომრეობით ახდენდნენ ამას და ქრისტე რა თქმა უნდა ამას არ აღასრულებდა. ამიტომ ისტორიული და ასე ვთქვათ, სახარებისეული სწავლების საფუძველზე უპირველესად რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატივის მიგება და დიდების მეტყველება იმ პირვანდელი გაგებით რა თქმა უნდა არ უკავშირდებოდა მის იმ დიდების მეტყველებას, რომელიც დღევანდელ ეკლესია ჩამოყალიბებული, მაგრამ რა თქმა უნდა ეს დოქსოლოგია ერთადერთი სხვათა შორის ლუკას სახარების აი ეს მონაკვეთი გვახსენებს იმას, რომ რადგან ქრისტე იყო, ასე ვთქვათ, აღიარებული საზოგადოებაში და იყო ძლიერი საქმითა და სიტყვითა, როგორც მოგვიანებით მე მოციქულები მას ახასიათებენ და ძალიან ბევრი ერი ემოწაფებოდა მას, თავადვე ძველი აღთქმის მღვდელმთავრები და ფარისევლები აღიარებენ ამას, ხედავ რამე თუ ესოდენი ერი შეუდგს მას, ანუ ფაქტიურად ძველი აღთქმის ეკლესია რჩებოდა მრევლის გარეშე, იმდენად ბევრი ადამიანი ემოწაფებოდა ქრისტეს ამ ქვეყნიური მოღვაწეობის დროს და შური ცრუ შემასმენლები, ცრუ ბრალდება და მისი ფიზიკურად ანგარიშწორება, მასზე ფიზიკური ანგარიშწორების გეგმარება და მისი ჯვარცმის, ასე ვთქვათ, წინასწარ განზრახულობა და დაგეგმვა სწორედ ამან განაპირობა. ამიტომ ეს და ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და ქრისტეს მოღვაწეობა, სახარებისეული სწავლება უპირველეს ყოვლისა არის საფუძველი მარიოლოგიური სწავლების, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებული სწავლების. მამა იაკობ, ადამიანთა ხსნაში, კაცობრიობის ხსნაში რა როლი აქვს დედა ღვთისმშობელს და რატომ მიუმართავთ თქვათ დედა ღვთისმშობელს შუამდგომლობისთვის? შეგვეწიენ და გვაცხოვნეთ. ერთადერთი ჩვეულებებით მაცხოვრის გარდა რომ გვაცხოვნოს, იმიტომ რომ ცხონება ეს ღმერთის უფლება და პრეროგატივაა. ძალიან კარგი კითხვა. ეს ჩვენ აი ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლება, რასაც ახლა დღეს ვაჟღერებთ, უპირველეს ყოვლისა ნაკვები არის კიდევ ერთხელ ვამბობ ლიტურგიკული ტექსტებით. აი ორ ასე ვთქვათ ლოცვაში არის სხვადასხვა მოსაზრება, მხედველმან ძისა შენისამან ერთ-ერთ ზიარებისწინა ლოცვაში წერია, მე ვფიქრობ ეს არის რედაქციული შეცდომა და მეორე ასე ვთქვათ რედაქციაში წერია მხუმეველმან ძისა შენისამან. აი ეს რა არის? ეხა კიდევ ერთხელ გავშალოთ ეს თემა. ანუ რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მხედველი იყო ქრისტეს, იმიტომ რომ მისგან იშვა კაცობრივად და სრულად მიიღო ადამიანური ბუნება, როგორც მამები გვასწავლიან, მაგრამ მხუმეველი უფრო მნიშვნელოვანია და ის დედობრივი კადნიერება, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჰქონდა, ნიშნავს იმას, რომ მან გამოკვება როგორც დედამ მაცხოვარი და მხუმეველი სწორედ აი ამას ნიშნავს, ანუ გამომკვები, ის დედობრივი ღვაწლი და ასე ვთქვათ, ზრუნვა, რომელიც მხოლოდ დედის მსახურებას უკავშირდება, ბუნებრივია აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმაც და ეს ერთადერთი ღვაწლი აღსრულდა მის მიერ. შეიძლება დაუშვათ სხვა ღვაწლი იყო იოსებ არიმათიელის, სხვა ღვაწლი იყო მართასა და მარიამის, ან ნებისმიერი მენელსაცხებლე დედის, რომელიც ქრისტეს მსახურობდა და ასევე მოწაფეებს ნაყოფთაგან მათთა, როგორც სახარება ამბობს, მაგრამ განსაკუთრებული და გამორჩეული ღვაწლის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, როგორც დედის ღვაწლი გამორჩეულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ამიტომაც ბუნებრივია ეს ლიტურგიკული, ასე ვთქვათ, აქცენტი ძალიან ბევრ რამეზე გვაფიქრებს, განსაკუთრებული კადნიერებაც აქვს აი ამ ღვაწლიდან გამომდინარე და მხოლოდ მას შეეძლო საღვთო განგებულების შეცვლა. ანუ კანას გალილეაში დედობრივი კადნიერებით თხოვნა იმისა, რომ ღვინოი არა აქუს და მაცხოვარი ამბობს, რომ ჯერ არ დამდგარა ჩემი ჟამი და რაი არ ჩემდა და შენდა დედაკაცო, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა იცის, რომ ქრისტე მის სათხოვარს აღასრულებს და მიდის მსახურებთან და ეუბნება, ყოველივე აღასრულეთ, რასაც გეტყვით და ისინი აღავსებენ საწყაულს, ანუ ჭურჭელს წყლით და რა თქმა უნდა აღესრულება პირველი სასწაული. აი ეს განსაკუთრებული დედობრივი კადნიერება, რომელიც ჩვენ ახლა ვახსენეთ და რომელიც ლოცვებში ძალიან ბევრჯერ არის ნახსენები და ძალიან დიდი განცდით და გრძნობითაა გადმოცემული, არა მარტო დაუშვათ ინტელექტისათვის გასაგები საღვთისმეტყველო დოგმატური სწავლება, არამედ სული რომ შეიმეცნებს პირველ რიგში და აი ამ ინტელექტუალურ შემოცნებას რომ სულიერი დამოწმება უსწრებს წინ, აი ეს გემოსხილვა ახლავს ამ ლიტურგიკულ ტექსტებს და აქედან გამომდინარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დედობრივი კადნიერებიდან გამომდინარე აქვს აი ეს
შეიძლება ითქვას კადნიერება, რომელიც ცხოვნების, ასე ვთქვათ, სავედრებელს უკავშირდება და ჩვენ შეგვიძლია მას ვთხოვოთ, რომ შეგვეციოს და გვაცხოვნოს მისი დედობრივი კადნიერების კვალობას. მარადის ქალწულებაც ალბათ საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, შობდა კვალად გიე ქალწულად. აი ეს არის ასევე ლიტურგიკული ტექსტი და ნიშნავს იმას, რომ ის შობამდეც ქალწული იყო და შემდგომად შობისა არის ქალწული და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთ-ერთ საღვთისმეტყველო სწავლებაში წერია ესეთი რამ რომ შეუშფოთებელად შვა ანუ ცოდვისმიერი დაცემა აისახება რა თქმა უნდა ტკივილებში შობას უკავშირდება და პიროფლიანი შეჭამს ადამი პურს და მოიპოვებს მას ტკივილებში შობს ევა და ევას თავმავლობა და ქმრისკენ ექნება მას ლტოლვა როგორც ღმერთი აუწყებს დაბადების წიგნში ანუ ბიბლიის წიგნში რა თქმა უნდა ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრების წესი და მისი სიწმინდე ემიჯნება და უცხოვდება ამ ყოველივესგან და რაც ევასთან მიმართებაში იქნა გაჟღერებული რომ ტკივილებში შობს იგი რადგან ცოდვისმიერი ასე ვთქვათ უბრალოდ ცოდვით დაცემის შემდეგ აღესრულება შობა კაცობრიობის ისტორიაში რა თქმა უნდა ასეთი რამ ყოლაწმინდა ღვთისმშობელთან არ ვრცელდება რა თქმა უნდა და ტკივილის გარეშე შობა უკავშირდება შეუშფოთებელად შობას და შემდგომად შობისა, ანუ შობის შემდგომაც ქალწულება, რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი სასწაული არის, ისევე როგორც ქალწულის მუცლადღება ქრისტესი და ეს არის ძალიან დიდი და ღრმა საღვთისმეტყველო სწავლება, რომელიც როგორც ვთქვით, მარიოლოგიას უკავშირდება. და საუბრის დასასრულს მამა იაკობ რომ გითხრათ თანამედროვე დედებმა როგორ უნდა გავიგოთ და რა მაგალითი უნდა ავიღოთ ღვთისმშობლისგან. ღვთისმშობლის ცხოვრება, რა თქმა უნდა, სამაგალითოა ყველასათვის, მამაკაცებისთვისაც მათ შორის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა დედებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი სახარებისეული სწავლება არ აგვაქვს. ანუ ის დეტალური ასე ვთქვათ სწავლება ღვთისმშობლის დიალოგი ქრისტესთან მიმართებაში. ჩვენ ვიცით რომ მდუმარედ დგას იგი ჯვარცმის დროს და ასე ვთქვათ სვიმეონ წინასწარმეტყველმა უწინასწარმეტყველა მას რომ თვით მისაცა სულსა განვიდოდა მახვილი. აი ეს ძალიან დიდ ტკივილზე მეტყველებს. ჩვენ ვიცით რომ დღესასწაულზე ვერ იპოვეს ქრისტე და იპოვეს ტაძარში მჯდომარე ისმენდა მათსა და ეტყოდა მათ და როგორი დიდი მოთმინება აქვს ყოლაწმინდა ღვთისმშობელს რომელმაც შვილი ვერ იპოვა იქ სადაც უნდა ეპოვა აჰა მე და მამაი შენი ვრონინებთ აი ეს არის ძალიან დიდი მაგალითი მოთმინებისა და უპირველეს ყოვლისა რაც ჩვენ სახარებიდან ვიცით და კონკრეტულად ეს მაგალითი არის ძალიან ძვირფასი და დედებმა მოთმინებით პირველ რიგში უნდა მივბაზოთ მას შვილებთან მიმართებაში. მადლობთ მამა იაკობ. საერთმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის თოფსახურე დეკანოზი იაკობ მუჯირი გვესაუბრებოდა.